ისე რომ ეს მე აღვნიშნე ეს რაღაცა ის ამ ბავშვების გასაგონად რომ როგორც თქვენ გიყვართ როგორც თქვენ გინდათ სიხარული სიცოცხლე ბედნიერება სიყვარული ესე უნდათ ამ ბავშვებსაც ესე უნდათ სანდროს ესე უნდათ ზურას და დანარჩენ იმ ბიჭებს რომლებიც აღარ არიან და უკვე დღეს 40 წლის კაცები იქნებოდნენ და დღეს აღარ არიან და შვილებო დააფიქრდით რას აკეთებთ ვის წისქვილზე ასხავთ ხო ისინი დაგიბრუნდებიან ისევ აი ეს ბოროტება და თქვენ ხო არ გონიათ რომ თქვენ გაგიმეტებენ პირველ რიგში თქვენ აგიფარეს ფარად და რას გაკეთებინებენ ვერ ხვდებით თვითონ ყველანი ძალიან კარგად იქნებიან და პირველი თქვენ გაგწირავენ არ გეგონოთ რომ თქვენ მაგათმა რამე კაი გაგიკეთონ აი ეს იცოდეთ ეს იყვნენ საშინელი ბოროტი ძალა რომლებმაც წარმოიდგინეთ არ გვაკმარეს ამდენი ტრაგედია ზურას საფლავზე მამა დააკლეს აი ამის ჩამდენები არიან ესენი წარმოიდგინეთ ესეთი დიდი ბოროტება მე არც აი ვერც წარმომიდგენია თუ კიდე რამე შეიძლება არსებობდეს რომ ჯერ შვილი მოუკლეს კაცს და მერე საფლავზე მამა დააკლეს ხალხო მე მისulis ხსოვნას ატის მივაგებ არაერთხელ ძალიან კარგი ადამიანი იყო და აი ძალიან მტკივა მისი ესეთი ტრაგედია იური ვაზაგაშვილი ასევე გიორგი გამცემლიძე მოკლეს ქუჩაში აუცილებლად ვახსენებ გიორგი გამცემლიძე განსაკუთრებულად კარგი ახალგაზრდა რომელსაც აი კოლორიტი იყო თბილისის და რომელსაც 3 შვილი ყავდა 3 შვილის მამაც აბსოლუტურად ყვილა ესე ესროლეს და მოკლეს ქუჩაში მისი მამა ვეღარ ხედავს თვალებში ძლივს დადის და გაანადგურეს ოჯახი მისი შვილები იზრდებიან უმამოდ ისეთი კარგი ბიჭი რომ თვითონ პოლიციელებსაც კი უყვარდათ იმდენად კარგი ბიჭი იყო და იმდენად ისეთი სხვანაირი ხალასი და ცოცხალი აი ეს ბიჭიც აღარ არის და რამდენი ერთი ჩამოვთვალო არავინ გამომჩეს არ მინდა რომ ვინმე სკული ვატკინო და გამომრჩეს და ისე რომ აი ასეთი უბედურების ჩამდენები იყვნენ ისინი